რუსი პროპაგანდისტი დუგინი ამბობს, რუსეთი დათმობას იწყებს, სასწრაფოდ რაღაც უნდა შეიცვალოს, ცუდია რომ რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში იმპულსს კარგავს, მართალია დუგინი. რუსეთი არა თუ იმპულსს კარგავს, არამედ გლობალურ პოლიტიკაში. და თქვენ ისნებართვით ერთწამს არ გულისხმობ უკრაინას. გლობალურ პოლიტიკაში რუსეთი მარცხდება. ვენესუელაში მომხდარი ამის მადასტურებელია, ირანში რაც მოხდება მაღალი ალბათობით ან სავარაუდოდ, ამის კიდევ ერთი მადასტურებელი იქნება. რუსეთისთვის ირანი და ვენესუელა რა საკვირველია, ირანი უფრო ვიდრე ვენესუელა, მაგრამ ორივე სივრცე და სხვა სივრცეების რა საკვირველია, ძალიან ძვირფასია, უბრალოდ რუსეთს არ ყოფნის ძალა, რომ გააკონტროლოს ისე ესა თუ ის სახელმწიფო, როგორც აკონტროლებდა, მით უფრო ამ ექსტრა ვაგანტული თუ ექსტრა არაორდინალური ტრამპის პირობებში, რომელიც ამბობს და მყისიერად ასრულებს. შესაძლოა თლად ყისიერად არა, მაგრამ რასაც ამბობს, იმას ასრულებს და როცა ამბობს, სერიოზულად მიუთითებს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყანას, მაგალითად კოლუმბიას, მაგალითად ნიგერიას თავის დროზე. მიუთითებს, რომ ისე არ უნდა იმოქმედო, რომ მე გამაჯავრო. არ დაასრულა ტრამპმა აიათოლების რეჟიმი. მაგრამ ვერ შეიდგეს ტრამპის ის წყალობა ირანის ხელისუფლებაში მყოფმა სასულიერო და საერო პირებმა და აკი ამიტომაც გარკვეულზე მაღალი ალბათობით შეერთებული შტატები ირანის პროცესებში ჩაერევა, სადაც მისწვდება ხელი, საერთოდ ყველგან ჩაერევა ეს არასტანდარტული პოლიტიკოსი ტრამპი, რომელიც არა მხოლოდ ამერიკასთან მიმართებაში იქნება კონცენტრირებული, ამერიკაზე იქნება კონცენტრირებული, არამედ უფრო ფართოდაც, როგორც ჩანს დამოუკიდებლად იმისა, რა გაიწერა სტრატეგიულ ცალკეულ დოკუმენტებში. ჩვენი ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან ჩაერევა თუ არა. ჩვენთან ამერიკის შეერთებული შტატები და ბეჯითებით შემიძლია გითხრათ, ასე გეტყვით თქვენის ნებართვით ერთი წამით ყოველ შემთხვევაში არ ჩაერევა, მაგრამ არ ჩაერევა მანამ სანამ ასეთი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენი პროტესტი იქნება უფრო მძლავრი, უფრო ძლიერი და არ გულისხმობ მაინც და მაინც ირანში მიმდინარე პროცესების გამეორებას, ერთ-ერთში გამეორებას და თუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად დაარღვევს უფლებებს, ჩვენს უფლებებს, თავისუფლებას კიდევ უფრო მეტად შეუტევს და რუსეთის ნავში გადასკუპებას კიდევ უფრო მეტად მოისურვებს, რასაც რასაკვირველია მოისურვებს, რომ ვიცოდეთ მაინც. ამერიკის შეერთებული შტატები იძულებულია ალბათ არასწორი სიტყვა, ვალდებულიც არასწორი სიტყვა, მოკლედ ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეული ფორმით ჩაერევა ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო მეტად და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებშიც. ერთ-ერთი რაც შეიძლება იყოს ჩარევა, დასაწყისი ასე ვიტყვი, არის სინდისისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ახლა გავრცელდა ინფორმაცია, თუ არ ვწდები, ვალერი გელბახიანი ავრცელებს ამ ინფორმაციას, თუ არ ვწდები, კი არ ვწდები. რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიიღო წერილიო შეერთებული შტატებიდან. წერილიო. სადაცო წერიაო, რომ შეერთებული შტატები ითხოვს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას, მე გულახდილად გეტყვით, ამის არ მჭირა. მტკიცებულება მჭირდება. ამისი, რომ ოფიციალური ვაშინგტონი უკანონო თბილის სთხოვს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას, მაგრამ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი მართალია, ანუ მე ვთხოვი და ვალერი გელბახიანი არის მართალი. როგორ გონიათ, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მოთხოვნის შემთხვევაში, ვაშინგტონიდან მოთხოვნის შემთხვევაში განთავისუფლებს? მე გეტყვით, რომ არა. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება დამოუკიდებლად იმისა, ის რუსეთზე რამდენად არის გადაბმული და ოღონდ არის გადაბმული, მაგრამ რომც არ იყოს გადაბმული, ისეთი ჯიუტია, ხეპრე ჯიუტი, უვიცი, არაშობს ჭრეტელი. რომ არათუ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სინდისის იმ პოლიტიკურ პატიმრებსაც, სინდისის იმ პატიმრებსაც არ განთავისუფლებს, რომლებიც მას საფრთხეს არ შეუქმნიან. მომავალში. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს კიდე ბიზნეს ივანიშვილისთვის საფრთხე, თუ გავავიდა მიხეილ სააკაშვილი და დაიწყო სიარული რუსთაველის გამზირის აქციებზე, ბიზნეს ივანიშვილს კრონჩხვები დაემართება. მაგრამ აი რომ გამოვიდეს ნებისმიერი სინდისის პატიმარი ახალგაზრდები რო არიან.
ისინი განა რა საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამგვარია. ის არავითარ შემთხვევაში არც განიხილავს განთავისუფლებას სინდისის არა პოლიტიკოსი ვიმეორებ, არამედ სინდისის პატიმრების. ანუ არა ნიკა გვარამიასი, არამედ მათე დევიზისა. დამნაშავეა მათე დევიზე და მან ბოლომდე უნდა აგოს პასუხი. ეს არის პაპუაშვილის და არა მხოლოდ პაპუაშვილის, არამედ ზოგადად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების გზავნილი. რაც არ უნდა ეხვეწოს რომელიმე სამოდლო პირი უთხრას პაპუაშვილს თუ კობახიძეს, გთხოვთ, იქნება და უმჯობესი იყოს, რომ გაანთავისუფლოთ სინდისის პატიმრები, ამდენი და ამდენი არიან 120-130 კაცია საპატიმროებში. ზვიადრატიანი გაანთავისუფლეთ, ზიამაღლობელი გაანთავისუფლეთ, მათე დევიზე, ანდრო ჭიჭინაძე, სხვები და სხვები და სხვები და სხვები. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამას არ იზამს, იმიტომ რომ მათ შესანიშნავად იცის, როგორც კი ნახევარი ნაბიჯი დაიხევს უკან, გონია უფრო სუსტი რომ იყო, რომ მას უკაცრავად სიტყვისთვის შეუსრულებენ. ანუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლას მოსთხოვენ და ავალდებულებენ, აიძულებენ და მას მოუწევს სხვა დათმობებზე წასვლას. ასეა თუ არა, სხვა დათმობებზე უნდა წავიდეს თუ არა, უკვე შემდგომ არა შესაძლოა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება წოდებულ ბანდას გონია ასე. თან ნახეთ რა მდგომარეობაა შექმნილი. საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება მოდრეკილი, კისერ მოგრეხილი მოქალაქე. მას სჭირდება მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ პატივისცემა, რომელიც ევედრება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მას ზოგადად და რომელიმე წარმომადგენელს კონკრეტულად, მაგალითად მიხეილ ყაველაშვილს, დე-ფაქტო პრეზიდენტს და ეგრეთ წოდებული სინანული აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც მას არც ჩაუდენია, მაგრამ ხელისუფლება წოდებულ ბანდას მიაჩნია რომ ჩაიდინა. ანდრო ჭიჭინაძე თუ გთხოვს, რომ ჩვენ ის გავანთავისუფლოთ და შეინანებს, მოინანიებს იმ საქციელს, იმ ქმედებას, რომელიც მან ჩაიდინა ერთი წლის წინ. წელიწად და ერთი თვეა გასული. ამ შემთხვევაში ჩვენ მას გავანთავისუფლებთ. მას სჭირდება დამონებული მოქალაქეები, მათ შორის იმიტომაც რომ თქვას, რომ ხო ხედავთ, ამათმა მოინანიეს. ვინც ის კი სჭირდება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ რომელიმე პატიმარმა თქვას, რომ ევრობიუროკრატიამ უკარნახა ის ქმედებები, რომლებიც არ ჩაუდენია, მაგრამ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების განშტოება და ნამატმა წანაზარდმა სასამართლომ თქვა ამა თუ იმ პირის ქმედებაზე, რომ ეს ჩაიდინეს. ამიტომ მე მაინც და მაინც იმის გამო რომ სწორედ მოქალაქეები, პატიმრობაში მყოფი ადამიანები, სინდისის პატიმრები არ ნანობენ და არ მოიდრიკნენ ამდენი ხნის განმავლობაში, ბოდიში არ მოიხადეს და არავის არ სთხოვეს გათავისუფლება, მე არ ვიქნებოდი ოპტიმისტურად განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისინებით და არა თუ თავისინებით, არამედ იმ შემთხვევაშიც კი თუ მართლა მიუვა წერილი სინდისის პატიმრებზე, პოლიტიკოსებზე არ ვლაპარაკ, პოლიტიკოს პატიმრებზე არ ვლაპარაკ, მიხეილ სააკაშვილზე, ნიკა გვარამიაზე, თუნდაც სინდისის პატიმრებზე თუ მიუვა წერილი ვაშინგტონიდან გაანთავისუფლეს, გთხოვთ, ევროკავშირის მოთხოვნას ხო საერთოდ დახევენ და ვაშინგტონის მოთხოვნაზე იტყვიან ამგვარი პასუხი ექნებათ, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და სუვერენული სახელმწიფო რაღაცა ვართ, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვითვალისწინებთ არავის თხოვნას. ჩვენ თავად ვწყვეტთ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლიოში ადეკვატური სახელმწიფო ვისაც უნდა რომ იყოს ადეკვატური სახელმწიფო, ადეკვატური ხელისუფლება. ის სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ხმას ისმენდეს და მეორეს მხრივ გულის თქმას ისმენდეს ქართული ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოებისა. ვენესუელაშიც ასეთი გაჭედილი ჰქონდა მადუროს მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას მაშინდელს, რომლის ნაწილიც ახლაც არის ხელისუფლებაში, ვიცე-პრეზიდენტი ასე მაგალითად და სხვები. მაგრამ ვენესუელაში უკვე დაიწყეს დათმობა და ნახეთ რა დასჭირდა შეერთებულ შტატებს, მოპარვა დასჭირდა. ცუდი სიტყვაა, გატაცება დასჭირდა, ესეც ცუდი სიტყვაა. სპეცოპერაციის ჩატარება და აწკაპნა დასჭირდა მადუროსი, რომ ადეკვატური ყოფილიყო ყველა ის
იქაური ვენესუელელი კობახიძე თუ პაპუაშვილი, რომლებიც იყვნენ მანამდე შალვა პაპუაშვილი და ვინც იქნება უარესებიც. კი. ვენესუელაში შერიგების პროცესი დაიწყება, რათა ოპოზიციური ძალები ციხეებიდან გაანთავისუფლონ, იგულისხმება არა მხოლოდ ოპოზიცია, პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ ის პატიმრები ზოგადად, რომლებიც ყავდა და ყავს მადუროს რეჟიმს, ყავდა მადუროს რეჟიმს და ახლაც არიან, ეს გათავისუფლების პროცესი რეალურად დაწყებულია, ან ქვეყანაში დააბრუნონ და სამოქალაქო საზოგადოების აღდგენა დაიწყონ. ნახეთ, რა თქვა რუბიო სიტყვებია ეს. სამოქალაქო საზოგადოებისა. ეს ის სამოქალაქო საზოგადოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელზეც პაპუაშვილმა თუ არ ვწდები შეიძლება კობახიძემ და რა მნიშვნელობა აქვს ირაკლი კობახიძეზე ვისაუბრებთ თუ შალვა პაპუაშვილზე, ორივე ბანდიტია. ცოტა აგდებულად ილაპარაკეს. სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ რა ტერმინიაო, კობახიძე იყო კობახიძე. ეს მოგვახალა რამდენიმე ხნის წინ. რუბიოსთვის სამოქალაქო საზოგადოება არის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ის საზოგადოება, რომელიც მოდარაჯე ძაღლებით აკვირდება ნებისმიერი ქვეყნის. და მით უფრო ასეთი არადემოკრატიული ქვეყნების, ისეთი არადემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებშიც არის კორუფცია, ბანდიტიზმი, ნარკოტრეფიკები, ჩვენ შემთხვევაში კოლცენტრები, კორუმპირებული მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ. ესენი აკვირდებოდნენ სწორედ ვინც გააგდეთ, დაასუსტეთ და გააგდეთ ქვეყნიდან. და ამგვარ სამოქალაქო საზოგადოებაზე ამახვილებს ყურადღებას მარკო რუბიო. ერთი ამბავით საბოლოო ჯამში და დავასრულებ ამ ვიდეო ბლოგს თქვენის ნებართვით. ეს ერთი ამბავი ეხება, გაგიკვირდებათ და სომხეთის ლიდერს, რომელსაც ვაქებ და მართებულადაც ვიქცევი. სომხეთის ლიდერს ფაშინიანს. ის ამბობს ყოფილ პრეზიდენტზე, სერჟ სარგისიანზე. სერჟ სარგისიანსაც არ ჰქონდა წასვლის განზრახვა, წასვლის. მაგრამ იძულებული გახდა წასულიყო, იგივე ეხება კტრიჩ ნერსესიანსაც, ანუ კათოლიკოს გარეგინ მეორეს არავინ იფიქროს, რომ ანალოგებს თუ პარალელებს ვავლებ ილია მეორესთან. არაერთად შემთხვევაში თუ მაინც და მაინც პარალელია გასავლები, უგულისხმობ უფრო შიო მუჭირს. ის იძულებული გახდება, რომ წავიდეს. ამას პრემიერი ფაშინინი ამბობს რუსეთის აგენტზე, კათოლიკოს გარეგინ მეორეზე, სომხეთში რუსული ინტერესების გამტარებელზე. რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან? თუ საეკლესიო მმართველები და თუ საერო მმართველები ჩვენ თუ ვივარგებთ ქართული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ სურთ წასვლა, რა საკვირველია. არ სურთ. ბუნებრივიც არის, ხელაფულში არიან, რომ გაგიჟდებით. მაგრამ ჩვენ თუ ვივარგებთ, ისინი იძულებული იქნებიან, რომ წავიდნენ და სადაც წავა გარეგინი, იქ წავა გარეგინთან შედარებით მოლეკულა, გარეგინის მასშტაბებთან შედარებით, გავლენებთან შედარებით მოლეკულა ირაკლი კობახიძე. მოლეკულა ან ატომი. შალვა პაპუაშვილი. ოღონდ მთავარია ვივარგოთ ჩვენ. და მთავარია გავიგოთ, რომ რუსეთი მარცხდება და ის ჩვენთანაც უნდა დამარცხდეს. და ხონჩით ჩვენ არავინ არ მოგვართმევს და მოუგინებთ თავისუფლებას რუსეთისაგან. ეს უნდა გაიგოთ პირველ ყოვლისა, ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, რომლებზეც არაფერს არ ვლაპარაკობთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და მართებულადაც ვიქცევით რაღაც ლოგიკით, მაგრამ ხანდახან უნდა ვილაპარაკოთ კიდეც. ნახვამდის.